მოგესალმებით, მორიგი საინტერესო ვიდეოთი. დღევანდელ ვიდეოში განვიხილავთ კლოდ დიზაინს სრულად. ანთროპიკმა ჩუმად გამოუშვა სრულფასოვანი დიზაინის ხელსაწყო. ეს არ არის არც არტიფაქტი, ეს არ არის არც პლაგინი, ეს არის ცალკე მდგომი პროდუქტი, სახელად კლოდ დიზაინი. მარცხნივ გვაქვს ჩატი, მარჯვნივ კი გვაქვს ცოცხალი კანვასი, რომელზეც თქვენი დიზაინი იწყობა. დღეს ტესტავ ყველა ფუნქციას, პრომპტიდან დიზაინამდე. კანვასის რედაქტირება, ონლაინ კომენტარები, პრეზენტაციები, ანიმაციები, ექსპორტი, აბსოლუტურად ყველაფერს. ვიდეოს ბოლოს კი ზუსტად გვეცოდინება, ცვლის თუ არა ეს ჩვენს დღევანდელ workflows, თუ ეს კიდევ ერთი მორიგი AI ხელსაწყოა, რომელიც არაფერში არ გვჭირდება. დავიწყოთ. სანამ უშუალო ტესტერებაზე გადავალ, მოკლედ მოგიყვებით დამატებით პროდუქტის შესახებ. კლოდ დიზაინი 2026 წელს გამოვიდა. თუ გაქვთ კლოდის აქტიური subscription-ი, კლოდ დიზაინი უკვე შედის თქვენს subscription-ში და არ გჭირდებათ ამისთვის ცალკე თანხის გადახდა, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ის თქვენს ჩვეულებრივ ლიმიტებს ხარჯავს. შესვლა შეიძლება desktop აპლიკაციიდან, თუმცა კლოდ დიზაინი იხსნება ცალკე ფანჯარაში, ან შეგიძლიათ ასევე გამოიყენოთ web browser-იდან. ხდება შესაძლებელია ტექსტური პრომპტით ან ნებისმიერი ფაილით. ეს შეიძლება იყოს PowerPoint-ის პრეზენტაცია, ცხრილი, Word-ის დოკუმენტი, ან შეიძლება არსებული ვებგვერდის კომპონენტიც კი. ყოველ შემთხვევაში ამას გვპირდება კლოდ დიზაინი. ახლა ვნახოთ რეალურად რას აკეთებს. პირველ რიგში ვნახოთ შეუძლია თუ არა კლოდ დიზაინს მარტივი ვებსაიტის landing page-ის აწყობა და ასევე შევადაროთ კლოდ დიზაინი კლოდ კოდს. ვნახოთ რა განსხვავებებია და ღირს თუ არა კლოდ დიზაინის გამოყენება იქამდე სანამ კლოდით დავიწყებთ ამ ვებგვერდის შექმნას. გავუშვებ ძალიან მარტივ პრომპტს, დადიზაინე landing გვერდი ყავის გამოწერის სტარტაპისთვის სახელად Brew Club, თბილი მინიმალისტური ვიზუალით, hero სექციით, ფასების პაკეტებით და მომხმარებელთა შეფასებებით. ამ შემთხვევაში Fable 5-ს ვიყენებ, ჯერ კიდევ ხელმისაწვდომია subscription-ზე. ამ პრომპტს გავუშვებ და დაველოდოთ ვნახოთ რას შექმნის კლოდ დიზაინი. ეს არის ის კანვასი, რომელიც მანამდე ვახსენე, მარცხენა მხარეს გვაქვს ჩატი, მარჯვნივ კი გვაქვს კანვასი, სადაც აიწყობა თქვენი ვებსაიტი. კლოდი მუშაობს და როგორც ხედავთ, უყურებთ სრულ პროცესს, თუ როგორ აწყობს კლოდი ვებსაიტის დიზაინს. პირველი შთაბეჭდილება, რაც არის დიდად არ განსხვავდება ეს პირდაპირ კლოდ კოდით შექმნილი ვებსაიტისგან. თუმცა აქაც მნიშვნელოვანია, რომ საბოლოო ჯამში ყველა დიზაინ ხელსაწყო, რომელიც არსებობს, ამ ყველა დიზაინ ხელსაწყოს უკან დგას რეალურად კოდი. თუ აქამდე დიზაინერი მუშაობდა Figma-ში და Figma-ში აწყობდა სრულად ვებსაიტის ვიზუალს, AI ხელსაწყოები, რომლებიც აწყობენ დიზაინს, ამ ყველაფერს აკეთებენ რეალურად კოდის გამოყენებით. ანუ შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ამ ყველაფრის უკანაც მაინც კლოდ კოდი დგას, იგივე ფუნქციონალი, რაც კლოდ კოდს ამუშავებს. შესაბამისად, აქ არ უნდა ველოდეთ ბევრად უფრო უკეთეს შედეგებს. რა თქმა უნდა, აქაც შეიძლება ამ ყველაფრის დახვეწა გარკვეული სკილების საშუალებით, თუმცა იგივე საშუალებას რეალურად კლოდ კოდიც გვაძლევს. თუმცა აქ უკვე შემოდის კლოდ დიზაინის საინტერესო ფუნქციონალი. პირველი, რა თქმა უნდა, ამ ვებსაიტის რედაქტირება შეგვიძლია ჩატიდან, როგორც ჩვეულებრივად კლოდს ვემუშავებით. მეორე ეს არის Twix. ამ შემთხვევაში მაძლევს იმის საშუალებას, რომ დავაჰაილაითო რომელიმე სხვა პაკეტი და ამის გადაკეთება ძალიან მარტივად შემიძლია რამოდენიმე კლიკით. ასევე აქვე შემიძლია დავედითო ტექსტი, შევცვალო ფონტის ზომა და გავხადო ის უზარმაზარი. ფაქტიურად სრულად გვაძლევს აბსოლუტურად ყველაფრის რედაქტირების საშუალებას პირდაპირ კანვასზე, რაც ბევრად უფრო კომფორტული არის იმ შემთხვევაში, თუ ხართ დამწყები და კლოდ კოდის გამოყენება არ გინდათ. და ასევე შეგვიძლია კომენტარის დატოვება, მაგალითად აქ. ეს ტექსტი გაზარდე ზომაში. შეგვიძლია ეს კომენტარი უბრალოდ დავამატოთ ან გავგზავნოთ პირდაპირ კლოდს, რათა იმუშაოს ამ ფუნქციონალზე. ასევე შეგვიძლია დავტოვოთ ბევრი კომენტარი და ეს კომენტარები ყველა ერთად გავგზავნოთ კლოდს იმისთვის, რომ გადააწყოს ჩვენი მითითებების მიხედვით არსებული დიზაინი, რომელიც მან დააგენერირა. შემდეგი ფუნქცია არის პრეზენტაციები. ამას ალბათ ყველაზე ხშირად გამოიყენებთ და ყველაზე მეტი ადამიანი გამოიყენებს. მაქვს აქ მარტივი პრომპტი, გააკეთე 10 სლაიდიანი საინვესტორო პრეზენტაცია და ავირჩიოთ აქ ისევ Brew Club Coffee Roasters-ზე.
გავუშვებ ამასაც და დაველოდოთ, ვნახოთ რა შედეგს მივიღებთ. მინდა ვთქვა, რომ პრეზენტაციების ნაწილს ძალიან ხშირად ვიყენებ და თუ ვაძლევთ კარგ მითითებებს და კარგ ვიზუალს, ძალიან კარგ პრეზენტაციებს აგენერირებს. აქვე კლოდი გვისვავს შეკითხვებს, როგორც ჩატში ან კლოდ კოდში. ავირჩევ, რომ იყოს ქართულად ეს ყველაფერი. მოიფიქროს კონცეფცია, უბრალოდ ამ ეტაპზე არ გვაინტერესებს ზუსტი რიცხვები. რა ეტაპზე კომპანია, რა რაუნდი, ანუ აქ გვეკითხება, რადგანაც ეს პრეზენტაცია არის ინვესტორისთვის, გვეკითხება ინვესტიციის აწევის რა ეტაპზე ვართ. მოდით ვთქვათ, რომ pre-seed ან seed რაუნდი გვაქვს. რაზე აქცენტი ბიზნეს მოდელში, subscription-ზე, რომელი ბაზარია სამიზნე აუდიტორია, საქართველო. რამდენის მოზიდვას ითხოვთ ინვესტორებისგან, მაგალითად $100,000 და ტონი. ამ შემთხვევაში ავირჩიოთ ბალანსი ორივეს შორის. გაქვთ თუ არა ბრენდის ლოგოები ან ფოტოები, არ გვაქვს, ამიტომაც ამას ცარილს დავტოვებ. რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რა მოხდა ახლა აქ? კლოდმა ზუსტად გაიგო ჩვენი დავალება რა არის, შესაბამისად გვიმზადებს pitch decks ინვესტორებისთვის, რადგანაც ზუსტად ეს მოთხოვით. ვთხოვეთ საინვესტიციო პრეზენტაციის შექმნა. გავაგრძელოთ და ვნახოთ რა შედეგს მოგცემს კლოდ დიზაინი. კლოდ დიზაინი ასრულებს მუშაობას და როგორც ხედავთ, ის ამოწმებს თავისივე შესრულებულ დავალებას ხარვეზებზე. პრეზენტაცია საბოლოო ჯამში საკმაოდ ნორმალურად გამოიყურება, როგორც მინიმუმ სტრუქტურა აქვს საკმაოდ კარგი, იქიდან გამომდინარე, რომ არაფერი არ მიგვიცია მისთვის, ინფორმაციაც და ვიზუალიც ნორმალურად გამოიყურება. აქედან შეგვიძლია იგივენაირად დავარედაქტიროთ პრეზენტაცია, ან გავაკეთოთ ამ პრეზენტაციის ექსპორტი. შეგვიძლია PowerPoint-ში გამოვაექსპორტოთ, შეგვიძლია PDF-ში გამოვაექსპორტოთ. ასევე გვაქვს დამატებითი ექსპორტის საშუალება, მაგალითად შეგვიძლია Canvas-ზე ავიტანოთ ეს პრეზენტაცია. წეღარაც დამავიწყდა ვებსაიტზეც იგივე სიტუაცია არის, იგივენაირად შეგვიძლია გამოვაექსპორტოთ ყველაფერი და ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, დიზაინი შეგვიძლია მივცეთ პირდაპირ კლოდ კოდს, იმისთვის რომ ამ დიზაინის საფუძველზე შექმნას ან სრული ვებსაიტი, ან განავითაროს და დაამატოს სხვა დამატებითი გვერდები არსებული დიზაინის მიხედვით. შემდეგი დავალება, რასაც კლოდ დიზაინს შევასრულებინებ, არის ანიმაცია. ამას მეც პირველად ვტესტავ და უშვებ ესეთ მარტივ პრომპტს, იგივე ყავის კომპანიის საფუძველზე, შექმნან ინტერაქტიული გვერდი, სადაც სქროლისას პროდუქტი იტრიალებს. გამოიყენე ატვირთული 3D მოდელი. 3D მოდელი ავიღე Sketchfab-დან და აი ესე გამოიყურება, უბრალოდ გადმოვწერე და დავამატე ჩვენს პრომპტში. გავუშვათ და დაველოდოთ. როგორც ჩანს 3D მოდელის ატვირთვა ვერ მოხერხდა, ეს ერთი პატარა მინუსია უკვე კლოდ დიზაინისთვის. თუმცა დაველოდოთ და ვნახოთ რა შედეგზე გავალთ. თუმცა გვაუცებს ისევ კლოდ დიზაინი, აქ მეკითხება უკვე რომ ავტვირთო 3D მოდელი, რომელსაც ავტვირთავ ახლა. ისევ გვეკითხება შეკითხვებს, მხოლოდ ბრუნავს, გვეკითხება დამატებით შეკითხვებს, ანუ როგორ ბრუნავს, ავირჩევ რომელიმეს, მაგალითად ბრუნავს და პლუს ზუმი კამერის მოძრაობა, რა სექციები უნდა იყოს გვერდზე, მაგალითად hero, პლუს ყავის მახასიათებლები, გამოხმაურებები და ფასი შეძენის ღილაკი, გვერდის ენა ქართული, ტონი იყოს მოდით მუქი პრემიუმ ხარისხი და გვეკითხება გვაქვს თუ არა რეალური ტექსტი ინფორმაცია პროდუქტზე, რომელიც არ გვაქვს, ამიტომაც ესე გავაგრძელებ. კლოდ დიზაინმა დაასრულა მუშაობა, როგორც ხედავთ, ჩასვა ის 3D მოდელი, რომელიც მე მას მივეცი. აქვე რეფერენს გავაკეთებ ჩემ წინა ვიდეოსთან. უკვე გასწავლეთ როგორ შექმნათ 3D მოდელები კლოდ კოდის და Blender-ის დახმარებით და შეგიძლიათ გამოიყენოთ 3D მოდელები შესაქმნელად თუ იმ 3D მოდელს ვერ იპოვით, რომელიც თქვენ გინდათ Sketchfab-ზე. როგორც ვუთხარით, კამერასთან მოახლოების ფუნქციონალიც აქვს, როგორც ხედავთ, აი აქ მოდის ახლოს. ასევე ვუთხარით, რომ ეტრიალა 360 გრადუსით, ამასაც აკეთებს და შესაბამისად მივიღეთ ზუსტად ის შედეგი, რაც ჩვენ გვინდოდა. ესეც შესაბამისად საკმაოდ კარგად მუშაობს. ეხლა კი გადავიდეთ ვიდეოს ბოლო ნაწილზე. რას ვფიქრობ მე ამ პლატფორმასთან დაკავშირებით? პირველი, როგორც ხედავთ, ანიმაციებზე საკმაოდ კარგად იმუშავა, ამაში დავუწერდი 10-დან 10 ქულას. მეორე, პრეზენტაციები გამომიყენებია და ძალიან კარგი პრეზენტაციები შემიქმნია კლოდ დიზაინის საშუალებით. ამაშიც დავუწერდი 10-დან 10 ქულას.
რაც შეეხება დიზაინის ნაწილს. აქ მთავარი კონკურენტი მაინც ალბათ არის Google Stitch-ი. ამაზეც მაქვს ცალკე ვიდეო ჩაწერილი, შეგიძლიათ ნახოთ ისიც. ვიზუალურად ჩემი აზრით Google Stitch-ი უკეთეს ვიზუალებს გვაძლევს, თუმცა Google Stitch-ი არის ასე თუ ისე ჩაკეტილი პლატფორმა, ხოლო Cloud Design-ი არის ბევრად უფრო ღია პლატფორმა, შეგვიძლია მისი გაუმჯობესება, ასევე შეგვიძლია Cloud კოდით ვმართოთ Cloud Design-ის ნაწილი, თუმცა Google Stitch-იც შეგვიძლია MCP-ით ვმართოთ, მაგრამ მე როგორც გავტესტე, MCP-ის ფუნქციონალი არც ისე კარგად მუშაობს, ასე რომ საბოლოო ჯამში Cloud Design-ს დაუწერდი 10-დან 7 ქულას და Google Stitch-ს დაუწერდი 10-დან 6 ქულას, თუმცა შეგვიძლია ბევრად უფრო უკეთესი შედეგების მიღება, ამიტომაც ვფიქრობ, რომ ეს უკვე დამოკიდებულია თქვენზე და თქვენ როგორ გამოიყენებთ ამ ხელსაწყოს. საბოლოოდ კი ვიტყოდი, რომ Cloud Design-ი არც ცდილობს Figma-ს დამარცხებას ან ჩანაცვლებას, ეს არის უბრალოდ კარგი პლატფორმა სწრაფი პროტოტიპირებისთვის, ასევე როგორც ვახსენე პრეზენტაციებს ძალიან კარგად აწყობს, რაც ძალიან დიდი პლუსია და ძალიან დაგეხმარებათ და არ გჭირდებათ დამატებითი subscription-ის ყიდვა, მაგალითად ამას აპლიკაციისთვის, რომელიც ასევე აწყობს დიზაინებს და ასევე კარგად მუშაობს. თუ გსურთ ბევრი ასეთი ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი და ლაიქეთ ვიდეო. თუ გაქვთ შეკითხვა, დაწერეთ კომენტარებში და შევეცდები ყველას გიპასუხოთ. მადლობა ყურადღებისთვის და წარმატებები.